დღეს მივდივარ ბუდაპეშტში. წესდარიცის დადამა ვლოგს რა ვაკეთებ და თუ გავაკეთებ მერე გადაიხადებ. აბა. და ჩამოვედი ბუდაპეშტში ნატასთან და ვილა სენტენდრეში მოგესალმებით. გაგვაცნობს მის ყანას, მაგრამ ჩემს ბაღს უკაცრავ ბოდიში მოიხადეთ რა. აქ ხო ყანა სიმინდი. ჩემი როგორც მშრომელია და ადამიანის შრომამ შექმნა ადამიანი ხო ჩემზეა ეგ. მე გაგაცნოთ ახლა ჩემი მოსავალი, რომელსაც ველოდები ალბათ ივლისის ბოლო აგვისტოში, ნაწილს. ეს არის სიმინდი. რამდენი ეს არის? ღერო. ერთი ღერო მაქვს და მე ორი მქონდა. და მეორე ღერო ჩემმა ქმარმა ბალახის საკრეჭით შემიკრეჭა და დამიფუჭა, ამიტომ ეს ერთი ღერო არის აგერ, იქით იყო ის მეორე რა. აქ მზესუმძირა არის, აი ეს პაწაწუ არის მზესუმძირა. არ ვიცი როგორ გაიზრდება, მაგრამ ნახოთ. გასაგებია. ახლა უკეთეს იმაზე გადმოვიდეთ. ეს არის კიტრები, ნახე. კიტრი, ეს არის კიტრი, ესეც არის კიტრი და იქით არის პამიდრები. აი ეს არის, აი ნახე, ეს უკიტრი ამოსულია უკვე. და ის პამიდრები მაქვს, ის პიტნა იყო აქ და უბრალოდ ესე გვერდულად. აქ გვაქვს ორეგანო, აი ამაში, მე მგონი, აუ კი არ მახსოვს ამაში რომელი მქონდა, მაგრამ რომელიღაცა ეგეთი მწვანილეული. ესენიც ჩემი დარგული და გახარებული ვარდებია. ეს იყო უბრალოდ ტოტი. ხო. მე რაღაცა ახ გასხვა არ დაიწყო. არა, გასხვა არა, მაგრამ რაღაცა მოვლა ჭირდება ჩემი. იქეთ აი ესენი რა არის ესენი? ნრები. აი ეს პირველი. ისინი? სადაც მიდევს, ხო. ესეც რაღაცა, ეს მე მგონი ბაზილიკი და რაღაცა ეგეთი არის. არ მახსოვს. ანუ ეს ორივე არის მწვანილები. ეს არის სტაფილო. ვაუ, სხვა შეიძლება დღეს სალამ გამოიცნო ეგ რო სტაფილო. კი, ამაში არის სტაფილო. ფოთლებზე. აი აქ ერთადერთ რაღაცა რაც ჯერ არ ამოსულა და ვერ ვხედავ წამოვიდა თუ არა. არის აქ უნდა იყოს რეჰანი აი ამ ნაწილში და არ არის. და როდის ვზელოდები მოსავალს? რა ვიცი, არ ვიცი რომ ნახე აი. პირველი მსელობა არის ახლა ამ მწვანილების ეს მაგალითად. კიტრი მქონდა შარშან მარტო. აქ არის ოხრახუში და კამა თუ სწორად მახსოვს. და ეს არის ქინძი. ნახე ქინძი რამდენი ამოვიდა. ეს სულ ქინძია და ნახე იზრდება. წვენ გავსინჯეთ მე და საო. ამ ქინძული შვილივით რა გასინჯეთ. ეს არ უნდა მეთქვა საო ძინოს და იმედია ვერ გაიგებს. და აქ არის ეს რაღაცა ყვავილია უბრალოდ და აქაც რომელიღაცა მწვანილი არის. არ მახსოვს რა არის. აჰა. შვენიერი. მწვანილება. აი აქ არის ჩემი მეუღლის დარგული საზამთრო და ნესვარდლა. აი აქ რატო გადაწყვიტა რომ დაერგო არ ვიცი, მაგრამ ხედავთ ხო არჩევანს შორის და პროფესიონალიზმის შორის განსხვავებას. ოკეი. ნახოთ, ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავდა. შვენიერი. შინვენი ახლა გაგასინჯო ეს. და რაც არის, ამას ქვია, მე მგონი ქვია luck cake or fortune cake, ანუ რაღაცა ბედის ნამცხვარის მსგავსი, რაღაცა ეგეთი არის და ჩინურ რესტორნებში შეგვხვდება. და საჭმელს რო დამთავრებ ხოლმე ვახსნობას ან რაღაცა, მე მოაქვს ძირითადად ეს. და რო გახსნი, აიღებ ამას. მოდი შენ გახსნე ეს და მე გავხსნი, შევიჭიროთ ერთმანეთს. და უნდა გადაიხო ეს ნამცხვარი. ეს უკეთესი რაღაცა ამოუვა. და შიგნით არის რაღაც წერწერა. ოღონდ ეს ახლა მე გერმანული ვიყიდე, იმიტომ რომ გერმანულ მაღაზიაში ვიშოვე. გვათხოვება ეგ ისა რა ქვია Google Translate-ი. სადა ნეტა გაათრიე ტელეფონი. აბა რა წერია? ხო, აქ ამომივიდა რომ ანუ შენიო მოთმინება გამოცდის წინაშე დადგებაო ტესტირების წინო, მაგრამ მიაღწევ შენს ამ დღეებში როცა აქ ვარ, შენს მიზანს მიაღწევო. და მეორე მხრიდანაც არის, მეცა. ეს ორმაგი ამოგივიდა რამე? უნგრულად დაწერია იგივე, ხო, გასაგები, ანუ გერმანულ უნგრული არის. კაი, ეხლა დავტესტავთ. რას ნიშნავს რა მომივიდა მე? You can take many stones from the way by tough and stirring walking. ცოტა ვერ გავიგებ. ბორო ის You can take. You can take
many stones from the way by tough and sering walking. ანუ ბევრი ქვა შეგიძლია აიღო საიდან? გზაზე სიარულისასო მძიმე და ძლიერი და ბოლოს თქვა ვერ გავიგე. აი დააწექი ნინა იმახსოვრებს იმას ასე. Okay. Sering walking. Sering walking. It's just sering walking. დაგვეხმარე. ეგ გაკვეთილი გამომტოვე ინგლისურში. ის არის დამღლელი ნიშნა. რატო იცი? ან ქვების აღების მერე დაიღლები. სამშაოა რა ის. და რას ნიშნავს? მაგრამ შინაარსი რომ გამომიტანო. ნინი. არ გაგიმართლა ცხოვრებაში, ჩემი ერთ იყო მძიმე შრომაში. არა ხო. აუ რა თმინდა ისეთ მომენტი რაც ნორმალურ რაღაცას იზა. გამოიღე მე არაფერ შუაში არ. კაი, აბა, წეგან რო ამიგდე. ერთხელს პირველად ხსნი. ნახოთ აბა. როგორ უნდა გავხსნა აბა. მასე გადატეხე. ნახოთ. ნატამ კი მაშინა შეჭამა, მაგრამ ცელზერი ეხლა რომ დავიტყვი, ცელზერი ბუდაპეშტურა. ბუდაპეშტურად. ნახოთ რა წერია. გეოდები ყურადღებით. მე რაღაც უკეთესი მექნება შანსი არ არის. მე ჯერ წამაკითხეთ თან რაც იქნება არ მომატყუო. კი ბატონო. ისე გადაფარგუნოს. ვითხარი, წაიკითხე. Your life will be happy and content. რატომ აქ მე გაწამებული ცხოვრება? აიგრევე. გქონდა? ბედნიერად იცხოვრე. აღარ მომწონს. ძალიან კარგი. რას აკეთებ? მამა. მე მგონია რომ შენთან უნდა წაიყვანო შენი ცოლი სამუშაოდ, იმიტომ რომ აი ისე კარგად ზეუფლება რა ტექნოლოგიებს, რომ შენ საქმეს მიიღე. აი მე რამდენ საყრინინი? არიჭმევა. იმიტომ რომ მესამე დუბს ვიღებ მარილის და. და გითხარი რომ არ დააყარო მართლა ისე კენით. ეს გადავყაროთ. შენი რა მიდის? სოკრატოს. ნელა, ეს. აბა ბოსტნე ახლა ის სოკრატოს. ბოსტა, სოკრა ბოსტნეული არ არის იცი ხო? ხეზილი კრიფება ხო? არა, სოკვარი ცალკე. აი მინახავს რომ მალაპარაკო? მიკროფონის გარეშე მინდა რომ მალაპარაკო. აბა რას ვაკეთებ? ანუ როგორი რაღაცა ევროპული სულისკვეთება. აი ესე. არასწორად აკეთებ როგორც კონცეფტს. ეს მე გადაგვიანდება და აი ხა ცეცხლი ვაბრიალდეს ხო ხარ? და რაღაცა გაგიმარჯოს ჩემი ნინი ამ ალკოჰოლო გინესით. გაგიმარჯოს. აუ, არ ეჭახუნება, ის აიღე და ისე მომიჭახუნე. ძმარი ავიღო რიგი. გაგიმარჯოს. სუკაი ამბებში ნატა. ხო, გავითვალისწინოთ რომ ნილოქია და მე აგერ 0-0. აბა უყურე ახლა. ნატა რას მაძალებ? აბა ჩასხი. ჩავასხა? მოიცნე კოსმოსთან. იცოდე გული არ ამერიოს. ფუფ. აი არ გიგეთ დასაჭყანია ხა საერთოდ. თან ვითმოდეთ 2 გრამი გაქვს ჩასხმული. შეგვიძლია შეწყვიტო გადაღება, ხო? ხო ჯობია რომ შეწყვიტოს გადაღება. აი ოღონ ესე უნდა გეჭიროს ტელეფონი აუცილებლად. ჩვენი ოპერატორი. ჩვენს ოპერატორს როგორ გადაგვიღოს? ეს ენჯენზი როგორ აკეთებთ იმას? აბა ესე არ აკეთებთ? ეგ კორეული არის, ეგ მარტივი, ეგ ვიცი. ეს რა არის პირველად ნახე? გოიმი ხარ და კიდე როგორ აკეთებთ ელე? მე ხო არ ვარ ელე გოიმი. არც ფებერი არ ვარ. ეჭრა ბებრების ქულანატას. საკმაოდ თანამედროვე 20. დაიცა რითი განისაზღვრა როგორ იმიხარ რომ გული გააკეთე? ბევრი არა, მე ბევრი იცის რა არის. რედითი მეცი. მე ჯიბრება ნახე. ხო მე უფრო ვარ. ელე მზად ხარ ესეთი დიდი გამოწვევისთვის შენ ცხოვრებაში რომ ვიდეო გადაიღო? ცნობილი ინფლუენსერების. ოკეი, კაი. დავიწყოთ და ნახოთ აბა როგორი გამოყვება. მოდი. თავი მინდა რომ мотиваცია გაქვს და ენთუზიაზმი.
არა და ზუსტად 20 წამის წინ გაიგო რომ ვიდეოს. მთელი დღეა ვემზადებ. ოკეი, გამორთო? მიდი. თუ რა ამ შეგინებას აპირებ თუ რატომ მარცხნივ? გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ნატა, გაგვიმარჯოს. ტაპიოკა что? ტაპიოკა არის კორეული აზიური რაღაც არის, რომელიც მოცულებია, ატატუნა და ჩალბობის მერე იზრდება. ოკეი. საქართველოში არსებობს აუ, დაიცადე, მე ბაბლთიზე ვერ მწყვეთ საუბარს, მართალია შენ დამიკიდე. წერად ელენია, მოძან კაი რაღაცას, რომ არ მომეწონოდა, რატომ ეთქია? მეგონა მებრძოდა. აი ხედავ ადამიანებს საინტერესო რაღაცას იძახის. ხო. მოსმენა ღირს და რავი, შენ რა შემომთავაზე. უბრალოდ კომენტარის გარეშე. სადა ვართ ეხა და რატო ვარ? ვინა ვარ? ეხლა ვარ ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც ქვია ფოტერი. ფო არის თავი. ანუ აი ჩვენ როგორც ვთქვით, აი 5 კაცი სიტყვაზე თავი რა, 5 ადამიანი. ნუ მაგის მოედანია ეს. ცენტრალურია. ესენი ღამე განათებულია და შენობებიც არის უმეტესობა სადღაც მე-18-19 საუკუნის შემონახული და ძალიან ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ის გარემო. და ჩემი აზრით გამოვთქვით კიდევაც. ძალიან კარგი. აქ პიცას როდის შევჭამ? პიცას ჩემს საყვარელ პიცერიაში გაჭრა ახლა. ანუ შენ საყვარელ რაღაცებზე რატო უნდა ვიყოთ მორგებული? იმიტომ რომ გამოცდილი და გემრიელია უკვე. აქ არა შეგვიძლია. თუ ჭამაზე მიდგება საქმე და გამოცდილებაზე, მაშინ მოყვები. და ნახე შაბათკვირას აქვს ხოლმე ესე რაღაცა ფესტივალებივით, აი, აქ გაკეთებულ რაღაცა ნივთებს ყიდიან. So beautiful. ჩანთები და ასე შემდეგ. ბიჭო, დამერი ხალხია. კი. რაღაცა დიდ დიღომში მგონია. ამას დიდი დიღომი რატო გადაეკიდე ამ დიდ დიღომს? არა, ჩემი სტრესები მაქვს და ჩემი პრობლემები მაქვს, არ მომაქციო ყურადღება. მაგრამ ზოგადად სენტენდრეში რომ ჩამოხვალ, ორი რაღაც უნდა გასინჯო, ნაყინი და ლანგოში. მაგრამ მაგაზე მე, ეხლა ლანგოში რა არის? ლანგოში არის ამათი ტრადიციული, უნგრული ტრადიციული საჭმელი, ზეთში შემწვარე პური, რომელსაც ზემოდან აყრიან ყველს და არაჟანი აქვს ასე. აი ის იყო რომ გავეკიდე იმ გოგოს, მაგ ეგ ქონდა აშკარად. კი, უგემრიელესი რაღაც არის. ძიმი არის, მაგრამ ძალიან მე მეტყობა ძალიან რომ ეს გახსნილი მაქვს. კაი. ხო და წერან ვამბობდი იმას, რომ ყველაზე მეტად ევროპაში ძალიან ბევრი რაღაცა მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად შენ შემოგევლე. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ხალხი რა 70 წელს გადაშორებული და ზემოთ ძალიან ბედნიერად ესე მოგზაურობენ და კარგად და მოიწიეთ ახლოს თორე რაღაცა გადაგზა და კაია. იმედი მაქვს, აბსოლუტურად გეთანხმები. გადაშორდები ბედნიერი ცხოვრება მეკდება. ასე. იმიტომ რომ აქ პენსიაზე გასვლას რო ელოდებიან, ანუ მართლა ბედნიერებით ელოდებიან, იმიტომ რომ იმ რაღაცა დანაზოგს და გამოიყენებენ, იმოგზაურებენ, რა ვიცი, აი ეს ჩემი უფროსი, ყოფილი უფროსი არის, სადღაც 65-6 წლის კაცი რა. აი რასაც ეს მოგზაურობს, რასაც ეს დადის აქეთით, ძირითადად სამსახურით მართლა. მაგრამ არა, ისეც რა, ოჯახითაც და ძალიან ეს ერთი სული აქვს, როდის გავა პენსიაზე. კი, ბევრისგან გამიგია ეგ სხვათა შორის და ჩვენთან პენსიაზე გასვლა რაღაცა კატასტროფას ნიშნავს. კაი, აი ესე რაღაცა ცუდი რაღაცებისკენ რო არ გადავიდეთ, შენთან მაქვს კითხვა. ეს კითხვა დაგისვი, ყველაზე მეტად უცხოეთში მაკლია? რა გაკლია ყველაზე მეტად უცხოეთში? უცხოეთში, რა ვიცი, ახ მოდი აღარ ვიტყვი იმას, რომ რაღაც საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ასე შემდეგ. ხინკალი. ძალიან ხშირად ვაკეთებ ხინკალსაც. მე მიყვარს საჭმლის კეთება ზოგადად. და საჭმელები არაფერი არ მენატრება. მენატრება მარტო ტყემალი, რომელსაც ხანდახან მკრებს და აქაც ვაკეთებ. ქუჩაში ესე დადიხარ და კრებ? არის ტყემის ხელი? კი. სეზონზე მკრებ ხოლმე. ანუ თუ უნგრულ ტელევიზიაში ნახეთ, რომ ვიღაცა ბორკილებით მიყავთ ციხისკენ, იმიტომ რომ რაღა უცნაურ ხილს კრებს. არა, ესენი არ ჭამენ ამ. აფუჭებენ ხეზე. მიზეზი რა არის რატო? იმიტომ რომ არ იციან. რასაც ძახიან, ბავშვს არ გაუსინჯავს. რასაც ძახიან, მას ყუჭის აშლის ხილს. მართლა შლის მეტად. არ ვიცი, რა ვიცი, ჩვენ ტყობა ადაპტირებულები ვართ, აბა რა გითხრათ. ხო, მაგრამ ტყემალსაც მიგზავნიან. ტყემალსა ჭადისფილს უწყობად ყველა ჩემთან ჩამოსულ სტუმარს ჭადისფილი ჩამოაქვს. სახლში მაქვს 500 კილო მე მგონი. ოკეი. და ერთი კითხვა და მე იქიდან გავაგზავნოთ.
პირველი პასუხი ამ შეკითხვაზე თუ მიხვდენი. რა გაკლია ყველაზე მეტად? არ მithქვას არაფერი. შენ გადაწყვეტე ხო თქვი რომ დიდად ისა რა ქვია მე პრინციპში მე გითხარი საერთოდ. კაი იყოს. აი წეგან შენ როგორც მომაქციე ყურადღება მასე გაქცევ ყურადღებას. მე ხო იცი აბაროტების ქალი ვარ, აი გამაკლია რომ ვინმეს რაღაცა ისა რა ქვია. კაი გისვამ კითხვას რომ ყველაზე მეტად დამოვიწყდა. ყველაზე მეტად უცხოეთში უცხოეთში რა გაკლია. კიდე მაგშეფაში სვავ. აღარ მცემ ამაზე პასუხს. ყველაზე მეტად მაკლია. რა ნაკლია, ნახე მათ სპეციალურად მაგკამერია. არა, რა მაკლია და აი ძალიან ლამაზი სახლები არის. ხა აქ კიდე ცენტრში ვარ და ეს ძველებური სახლებია, მაგრამ აი სადღაც 7-8 საათის მერე არ ვიცი დღეს მაგ დროს იქნებით თუ არა ისევ გარეთ. დაინახა რომ აი აბსოლუტურად სარეულდება ქუჩები. ანუ ოღონდ აი ცოტა საცხოვრებელ ადგილებში რა. აი საქართველოში ეს რომ გამოვეფინებით ხოლმე გარეთ ხო იცი და გავართ და ვლაპარაკობთ და რაღაცა ბირჟები და ასე შემდეგ. აქ ეგეთ რაღაცები არ იცი. და ძალიან მაკლია ეგ, იმიტომ რომ აი რომ მიდიხარ ეს. და რატო რა რამე კულტურული ამბავია თუ? არ ვიცი, რაღაც არ მსიამოვნებს ქუჩაში რომ გადიხარ, სეირნობ და ხალხი რა არიან. სახლებში. და რას აკეთებენ ამ ანუ ესე სეირნობენ აი ეს ადგილებზე ახლა ძალიან ბევრი ხალხია აქ, ხო ეს დინარისპირა სუსავსეა. ელენა უკვე როგორ გადაიღო. ეს რა საყვარელი. აქ ახლა სეირნობენ სულ რაღაცა ბევრი ხალხია, საღამოსკენ ახლა კარგი ამინდიროა, საღამოსაც იქნება, ნუ უფრო მეტი ტურისტი ალბათ. მაგრამ ხო, ძირითადად რავი რა, სახლში არიან ან სადმე არიან გასულები. თან დღეს ახლა იმდენი ბირჟების კულტურა არ არის. ხო, იმდენი ამბავი იმიტომ არის, რომ დღეს არის მათი bank holiday, ხო? დასრულების. კი არის და მაგიტო არის ამდენი ხალხი, თორემ ხშირ შემთხვევაში ესე არ არის, ხო? კვირის დღეებში, ჩვეულებრივ დღეებში ამდენი ხალხი. იცი რა არის, ტურისტებმა უკვე დაიწყეს ჩამოსვლა და საკმაოდ ტურისტული ქალაქია და ამიტომ ზაფხულში ივნისის ბოლოდან ივლისი-აგვისტო ძალიან ბევრი ხალხია. ეხლა შეგიძლიათ გაიხედოთ დუნაბე, დანუბე, დუნაი, რავი, ყველაფერი. ორივე სახავა. რიონი მყარი. რაც გინდა. ერთი და იგივე სახელი არის. დუნაი და დანუბე არის ერთი და იგივე. მაგრამ ძალიან სასაცილოდ ჩაჯდა უბრალოდ, რომ ვისაც რა გაეხარდება, ის დაუწახოს. ჭურთავა სხვა შორის სამტრედიაში არის მდინარე და მაინც კიდე ერთხელ თქვი რომ სამტრედიელი. ამასთანაც გვითხარი. აი ის ბორანია და მე მინდა იმ ბორნით გადავიდეთ და გადააყირავო და ჩავუვარდე, ხო? ნატა, სად მიდიხარ? ახალი ვიდეო ჩაწერა და რა ლამაზი გარემოა. თან დავემთხვიეთ. ლამაზი ხარო და როგორც იქნებები. დავემთხვიეთ მარათონს, სადაც იდეაში ნატა შეეძლო ჩემთვის გაიფრთხილებინა და ეთქვა. რანაირი ქართული ლაპარაკობ. რომ რაღაცა ჩემ ქალაქში გაატარებდი ის. აუ, შავთიშა. ნატა რა საკეთებ? რა ლამაზი გარემოა. ეს არის ასწლიანი ისებია, მარანიზე. ჩვენ რო ფანები გვეგონა, თურმე სურათის გადაღებას გთხოვდნენ, მაგრამ არა უშავს. ოჩახ ნატა, საოცარი კადრებია. და ოღონდ კონტრაქტი მიწერია ის რომ და ისიც გაიშვა რამდენიმე საათში. რა ემოციები გაქვს ატაბა? რაღაცები ნინის დამონტაჟებული არ მომეწონა, იმიტომ რომ ინება ტელეფონის პაროლს ვიზახეთ მამაღლა, რომელიც არ მინდა გამოჩნდეს. კაი, всё, უყურებ ნახვამდის. ამდენი ხანია ველოდები. როდის მოვა? ნატა, როდის მოხვალ? ჰა? როდის მოხვალ? 2 წუთში. რამდენ წუთში? 2 წუთში იყო 2 წუთი. არ ვიცი, რანაირად, მაგრამ იმედია ოდესმე დავიწყეთ. კაი, დავიწყოთ. ეს უცებრო დამჭირდეს და მორწყა. კი, უცებრო არ იმედია შარვალი არ ჩამძურება. უცებრო ავდგეთ. მე ყველაფერი კი არ უნდა გამოფინო გარეთ. არა ვშავს. იმედია გამარჯვებით აღარ დავიწყებთ, იმიტომ რომ დღეს ერთად დავიწყეთ დილა. ერთ სახლში ვაუ! ვაუ, რა გუშინ არ დაგიწყია ჩემთან ერთად დილა? შენ ხალხსაც მივესალმე. ხალხსაც მივესალმოთ ხალხს. არა, ხალხს კი, მაგრამ გამარჯობა. გამარჯობა. ჯობია რა. დროულად დავიწყოთ. როგორ ახ? გადასარევად.
შენ როგორ ხარ? ეგ დილის გადაცემებში რო არის ხოლმე, გაქვს მაგას ნაყურები? არა, კარგად. დასაკეთე. დილოდები როდის დაიწყებ? მარტო მე ვარ, ისა რა ქვია, მთავარი აქ. ვისაც ამ ეპიზოდში დიახ. ვისაც ელოდები. და რაზე ვაყარაკობთ? რო შემჭამე და გადამაყოლე. ხო. ზოდიაქოებს. ეს ჩვენი მომავალი სპონსორი ხარ. ზერო მაინც ყოფილიყო ხარცამდე. მას რო იმაშო. მინიშნებებს ნუ აკეთებ აქ რაზე ვაყარაკობ. რატო პეპსის არ აქვს ზერო? ნუ ასახელებ. არა, მარტო ნუშლი კარტეკლს. მართლა. აბიცი, მე არც ერთს არ ვსვამ. უირა კაია რა ისე. მაგრამ დავლევ. თუ მაგრამ დაგვასპონსორებენ აი დავლევ. ჭიპები აი აგერ მაგისთვის გაგიმარჯვე. ქული თუ შემიწოხდა. წნევის ბრალი არა, ცხურში არ მაქვს ჩაწუთებული და მაგის ეს იქნება. რა უნდა ვქნათ? ბავშვის სკალიასკაში არის ცხურის წოთება შემოსხება. განგებელია. მოგეწონოთ და ძალიან დამღლელი დღის შემდეგ და უხორაც ჩვენ ვიარეთ. კუჩა რა შევაზვი. რატომ დააგა? ლოდოს მე. რაღაცა რა რა ვქნათ თორეშა. შეგახსათ. მამს წამალი იმ კალმა რომ ითხრა შუა მომგზავრებს ის თუ რჩება დრო რამდენი წამალი რომ მიგაქვს მე ეგრეთ რიცხვი გაგვიზიარა თუ შეიძლება და ეს ვიდეოში გვერდით რო გამოდის ეს სუფრის ჭიქა შაქარი სავოიარდის ჭიქა ეს სამზარეულოში არ შევუშვებ ჭურლის საერთოდ სუფრის ჭიქა სავოიარდის ჭებს ყიდულობ სულ ესეთ ვიდეო ჩაგვეწერა ჭამს და სავოიარდი რა არის აი ეს ისინი აი ეს ჭხირები რა lady fingers აღარ მაქვს გადარჩენილი თორე განახებდი ისე როგორ აღარ იქნება ხო ისეთი ხრაშო აღარ იქნება რომ ჭამოკვე ხაშუნა ხო ისე? კი, ხაშუნა და იმჭრევა. მასკარპონე, ნაღები, მაღალ პროცენტიანი, ოღონდ მინიმუმ 30%-იანი, შაქრის ფხვნილი და ვანილი. შაქრის ფხვნილი რომელიც ძალიან დაბლენდერებულია. დაბლენდერებული ხო დაფქული? კი, ეგ არის შაქრის ფხვნილი. ძალიან გემრიელია. და ოღონდ ნაღები უნდა ამოიყვანო. ანუ გაასქელო, ანუ ათქვეფისას უნდა გასქელოს. ხო, აბა პირველად გავიგე. ნაღები გაიგე პირველად თუ ნაღები უნდა გასქელო? ნაღებს ამოყვანო. ხო, ანუ უნდა გასქელდეს. რა კრემი, ნაღების კრემი როგორ კეთდება? შენ მე ხშირად აკეთებ ხოლმე. სუტკაში. ეს ტირამისუ ბოლო ერთ თვეში მესამედ გავაკეთე უკვე კი. არის ძალიან გემრიელია, აშკარად. ზოგადად რომიც უნდა. მატა. ხვალ ერთ ნაჭერს მოგჭირდა გაგატანს. იქ თვითონებს რომ ვიყებ იმას რა ქვია. ტირამისუს. რომიც უნდა ისე კრემს. კრემს კი არა. ალკოჰოლი უნდა აი ამ სავოიარდის ჭხირებს. თუ გაგისინჯავს სადმე სხვაგან აუცილებლად ეკნოდა ალკოჰოლი. მე ხა უბრალოდ ძუძუთიკვების დროს ვერ ვიყენებ ალკოჰოლს, არ ვიყენებ უბრალოდ. ხო და ამოიყვან ნაღებს. და უმეტებ შაქრის ფხვნილს. მე გათქვებ, ანუ ოღონდ კარგი, ანუ კარგად რომ ამოიყვანო ეს ნაღები, კარგი იქნება რომ თვითონ ნაღებიც ცივი იყოს და ის ჯამში რაშიც თქვებ, ისიც ცივი იყოს. ანუ 10-15 წუთის მაცივარს რო შედო ის ჯამი, ძალიან კარგად ამოვა მე. ოღონდ ძალიან ბევრი არ უნდა თქვებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თუ თქვებთ, კარაკი გამოდის. კარაკად იქცევა. ეგრე კეთდება ზოგადად კარაკი. კარაკისთვის შემდეგ ვიგაჩას. დოგმებით. მე დავუმატებ მასკარპონეს და უნდა მიიღოს როგორი მასა იცი? აი არაჟანივით მასა რა, არც ძალიან სქელი არ უნდა იყოს, რომ იჭრებოდეს, მაგრამ არც თხელი ძალიან. ესე რომ უნდა ისხმებოდეს თავისით რა. ამზადებ ძლიერ ყავას. ძალიან ძლიერ ყავას. ყავა, ხო? აი ეს ჭხირები. მე რომ ვამბობ რომ სექტემბრის მე ყავა არ დამჭირია. 4 ჭიქა მოგდალეული ეს 2 დღის განმავლობაში ხო? იმიტომ რომ ძლიერი ყავა არის, აი ეს რაშიც არის ჩამპალი. სიცა. და ნუ ზოგადად მაგაში უნდა რომი. და მე ძალიან ისეთი შეწოვადი ჭხირებია სავოიარდის ჭხირები და აი რამდენი 1-2 წამი უნდა ჩადოს ზუსტად სულ. მე აქ ფორმაში ვალაგებ რა. ერთ ფორმას რო ჩავალაგებ. მე ზემოდან ჩაისკოვზით ვასხამ ყავას, რომ ზემოდანაც ძალიან გაუშვეს, ოღონდ მთლიანად არ უნდა ჩაყო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად რო იწოვს, მე ძალიან იშლება ესენი. ძალიან ლბება რა. ხო, აღარ არის კარგი, ამიტომ ოდნავ უნდა ჩაარწო ქვემოდან და ზემოდან დაასხა ოდნავ. მე ერთფენა კრემს გადაასხავ. ანუ ის რაც გაქვს გამოდებული,
ხო, ვანილიც უნდა უქნა იმ კრემში გათქვეფისას რა. მე სითხევანილს ვიყენებ და ძალიან გემრიელია. უფრო ჯობია ვიდრე პაკეტები. რამდენი ახალი რაღაცა გავიგე სითხევანილიც ვქონდა. ეგ არის ესე კარგი ვანილი. კი. და მეორე ფენასაც დავაწყობ ესე და მეორე ვანილს მოვას, მეორე კრემს, მეორე პარტია კრემს დაასხავ. და ვსა მე კაკაოს ესე საცერით ვეცვა. არ ყოფილა მარტივი. შოკო მითხრა შოკო დავაყოლე. სალომე მითხრა ძალიან მარტივია. მითხრა მარტივია, და საერთოდ თულიც არ არის. არა, შოკო მითხრა ნახევარ საათში მომზადა ნატამა და მაქედან მახსოვს. ნახევარ საათში მომზადებ. ოკეი, არ ვიცოდი. შენ გაიხარი ნატამა, ამდენი სისაფლერები გაქვს და ერთი ამბავი. რა არის ეგ? ეს არის ჩემი შენდანი გზნობლობის გამოფაჭი. აფირისტი. წადიფსა და მანებე თავი. აგი დავა ჩართული. არა, გაათრიე. გამორთე. ნახვამდის.